მოგესალმები მეგობრებო, მე ვარ გიორგი ხინგავა, მარსმენა და გვხვედებული. სმენის აპარტი მიკეთია. გრამატიკა ნელ-ნელა ვსწავლობ. როგორც ყოველთვის. მოკლედ მე დღეს ვისაუბრებ ყველანაირი საუბარის აზრი. არ ვიცი რა დავარქვა, ყველანაირი აზრის საუბარი. ანუ აზრები რა, რასაც ვფიქრობ, რას ვხედავს. საერთოდ ყველაფრის აზრი. ოღონ ამ თემას დაკავშირებით ეხება თბილისი პარლამენტის აქციები. ამ თემაზე მინდა ვისაუბრო. ოღონ პატარა სხვადასხვა თემას ვისაუბრებ. რაზეც მე ვფიქრობდი და პატარა ანალიზია. რაღაცნაირად მინდა ეს ვიდეო ჩავიწერო და საქართველოს პარლამენტთან იმ ტერიტორიაზე აქციები არის სრუის სიგიჟე, რომელიც არასდროს წყნარდება, არასდროს თავდება, მოკლედ ამ ყველაფერი დიდი მძიმე ტვირთვია ორივე მხარეს. ანუ პარლამენტი და აქციების ორივე ტვირთვი ძალიან მძიმე არის და არ ვიცი როგორ ვთქვა. რანაირად უნდა დავარქვა, მაგრამ რაღაცა ლოგიკას ხომ უნდა მივხვდეთ. თითქოს აი როგორი მომენტია, იცი? არავინ აღარ აფასებს ადამიანები. აი რაღაცნაირი გაყოფილი ამბავია, რომ ერთმანეთი აღარავის არ აფასებს. მეტი უფრო აგრესია, სიზღი, უსიყვარულობა და რაღაცაზე უფრო და უფრო ეს საფეხურზე იზრდება რა. მაგრამ იცი რა არის? ზოგიერთი რომელიმედგანი ასე ფიქრობდა, რომ თითქოს მე ვარ მართალი და თქვენ არ ახარ მართალიო და გადმოდი ჩემსკენო რა. აი ამაზე ეჯიბრება და იბზვის ამ ბრძოლას, მაგრამ მე რო გითხრათ ამ ორივე შემთხვევაში, პირველიდან დაიწყო აქციები და ეს აქციები დიდი არეულობა და მეორესაც პარლამენტში შეშტომებისას ექნება ცხადია. მაგრამ ამის აღარაფერი აზრი არ აქვს, უბრალოდ ეს ისეთი მინდის შეტევები და ძალიან დიდი არეულობა. აი ესე. არ ვიცი რა ენა დავარქვა, რა ლოგიკით დავარქვა და მოკლედ პირველი აი სხვადასხვა საფეხური, რასაც მდგომარეობაში ხდება თბილისი პარლამენტთან იმ ტერიტორიაზე აქციაზე, რასაც მდგომარეობს. პირველი აქციები როგორც ძალიან გახშირდა, ყოველ ღამე გამოდიან აქციები და კეტავს გზას. რაც ძალიან ხელშემშლელია იმის მიუხედავად, რომ მანქანებით მოძრაობას წუხდებიან ის ხალხი. რა თქმა უნდა, პოლიციელებიც და წუხდებიან ისის დაღლილები და რა ვიცი, მართლა ესეა, მაგრამ ეს აქციები იმას უფრო აწყობს გადაკეტვა, რადგან ასე აწყობს და თავისი აზრებია და მათი იდეა რა, როგორ აწყობს ისე ქმნის რა. და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ყოველ ღამე აქციაზე გამოდის ხოლმე და ეს სიმბოლიკა ღამე მე რასაც მაგონებს ის რასაც მე ვფიქრობ და ამის არ მინდა რომ თქვა და იმიტომ რომ ამაზე ბევრი კამათი იტყვის და რაღაცა, მაგრამ მართლა საინტერესოა ყოველ ღამე გამოდიან აქციები და კეტავენ გზას და
მერე შემდეგი მე მგონი ბრუნდებია თუ რა შვება. ამ შემთხვევაში კი ბრუნდებია და მერე ისე საღამე იქნება, ისე გამოდია. გააჩნია რა ტვირთვების აქვს რა. მაგრამ მე რაზეც მინდა ვისაუბროთ, როგორც ჩანს პოლიციელებმა დაუჯარიმეს აქციის მონაწილეები დიდი რაოდენობის თანხა. არ ვიცი, ზეპირად არ ვიცი, რა თანხით დაუჯარიმა. მაგრამ მე იმას ვგრძნობ იმ ადამიანების აქციის მონაწილეების, ვისაც ჯარიმები აქვს, ვისაც ყველაზე მეტი ჯარიმების აქვს, ვფიქრობ იმ ადამიანების არ აპირებს გადახდა. და ის ხალხი როგორი არის, იცი? ანუ ის არ აპირებს გადახდას, ის ელოდება დამარცხების მომენტი, როდესაც ქართული ოცნების გადადგომაზე რა, ან რაღაც საერთო ეგეთი მომენტი შედა, როგორღაც თითქოს ელოდება, რომ ეს აქ ქართული ოცნება გადადგომაზე რა. თუ არ მოხდებოდა ამ შემთხვევაში აქციის მონაწილეები უკვე კონტროლი კარგავს, რომ ვეღარაფერი საშუალება ვერ გააკეთა, ვერ იბრძოლა და უკვე ხიშტია რა, ასე ვთქვათ, რომ ანუ რეალურად იცი რა არის, შეიძლება ფულის აქვს, ან შეიძლება არ აქვს, მაგრამ ზოგიერთი მათგანი ადამიანის არ აპირებს გადახდა, ასეთი ვისაც ფიქრობენ და იმ ადამიანების ფიქრობენ, რომ იმის იმედი ქონდა, რომ თუ ქართული ოცნება გადადგა, всё, მას ფულის აღარ მოუწევს გადახდას რა. წარმოიდგინე, ასეთი რაღაცების იქნებოდა, იმიტომ რომ გულიდან გრძნობ ის ვინც აქციის მონაწილეები ჯარიმების არ იხდის, იმის იმედი აქვს, რომ ქართული ოცნების გადადგომაზე და ბრძოლის გამარჯვება, რომ მას არ მოუწევს გადახდა ჯარიმები და უბრალოდ გაწმენდილი და რაღაც ეგეთ თემა. ეს მარტო აქციის მონაწილეების არ არის, ყველანაირი კავშირზე არის. ანუ ქართული უпростоრად აქციის მონაწილეების ჯარიმები და პარტიის დამფუძნებელი ჯარიმასაც. მას ეს კაჩავს, რასაც იმედების აქვს და ელოდება და ის ვისაც რეალურად არ უნდა გადახდათ, იმის იმედი ქონდათ, რომ ქართული ოცნება გადადგომა და ბრძოლა და რაღაცა, უბრალოდ ფული არ მოუწევს ჯარიმის გადახდა და უბრალოდ გაწმენდილი და რაღაც ეგეთი. აი ამას ვზნობ მე სპირალად და რატომღაც. მაგრამ ძალიან ცუდია თუ ამას ვინმე ამას ფიქრობ და ამ ასეთი შეტევების შექმნა ძალიან ცუდია მეგობრებო. აქციის მონაწილებო და პარტიის დამფუძნებლებო, ძალიან ცუდია თქვენი საქმე და კარგი რამე არ დაგელოდება. მესმის ხო, მართლა ყველა აი არ ვიცი რა ენაზე თქვა, იმიტომ რომ ძალიან სირთულეებია ამ ორივე შემთხვევაში პარლამენტთან და აქციების მონაწილეები და ეგ ორივეში სირთულეებია მართლა. მაგრამ ყველაფერი ბრალია იმისი აქციის მონაწილეები რაც დიდი შეცდომა გააკეთა, თუმცა მოდი იცი რა ვთქვათ, ნახევრად სიმართლე და ნახევრად ტყუილი რა, ასე ვთქვა. მაგრამ იმდენად გადამახიჯებულია და საერთოდ უკვე ეს აქციის მონაწილეები არაჭეშმარიტები არიან, იმიტომ რომ წინასწარ ვიცი, სიზმარში ვიხილე და იმას ხვდებით, რომ არაჭეშმარიტი, ანუ არ არის ჭეშმარიტი აქციის მონაწილეები, რასაც ტვირთულობენ და ამას ვამბობ და ნახევარი სიმართლე სადაც არის კი ბატონო, მაგრამ ნახევარი ტყუილშიცაც არსებობს და მით უმეტე ყველაფერი დიდი აროლობა არის და არ ვიცი რა,
ძალიან ცუდი გზა მიდის ეს ყველაფერი. კაი, ესეთი ვისაუბრე ამ ჯარიმის დაკავშირებით. ახლა მეორე. მეორე ვიდეოს ვიღებ და დიდი ვიდეო გამოვიდა რა. მოკლედ ზვიადის ცეცხლაზე მისი დამფუძნებელი და პიონის, რასაც ტვირთულობდა რუსული სიმბოლიკაც იბრძვის, არამატო სიმბოლიკა ზოგადად საერთო რუსეთთან დაკავშირების იბრძვის. მათი ემოცია, რადგან აქვს უსიამოვნებაში როგორც ქართველი ხალხის უსიამოვნებაში აქვს, რომ რუსეთი ოკუპანტია და რაღაც თემაზე ბუნებრივია ყველა გაბრაზებული ქართველები ყველა გაბრაზებულია, ბუნებრივია, მართლაც ხალია, მაგრამ ზვიადი ცეცხლაზე რასაც ტვირთულობს მისი იდეის შეიქმნა დაფიონის საქმე, რომელიც რუსული სიმბოლიკას იბრძვის, არამატო სიმბოლიკა, საერთო რუსული თემაზე იბრძვის და უსიამოვნებაში აქვს და ამიტომ ამას ასეთ რაღაცებს ტვირთულობს. მაგრამ ზვიადის ცეცხლაზე ძალიან რთული საქმე, ამას გონია თითქოს აი რა ვიცი, მიღწევა, წარმატება ბრძოლაში. ჯერ ბავშვია და გააჩნია პატარა ოპერატორსობა აქვს და მათი იდეა ჩნდება და იბრძვის რუსული პირდაპირ, ეხლა ძალიან ისეთი რაღაცა რა დავარ თქვა მართლა, პირდაპირ რუსულის იბრძვის რა, ასე ვთქვა. ანუ ამ ადამიანს არ უნდა რომ საქართველოში კეთდებოდეს რუსული დროში ფრიალი, რუსული სიმბოლიკა და რაღაც მსგავსი. ეს ალბათ ოჯახის სიყვარული იყო და სამშობლოს სიყვარული. აქედან უკვე თავად დავინტერესი და შევეცადეთ ერთი ღირებულებების და ერთი ფასეულობების ბავშვები შევკრებილი ყავით. როდესაც უკვე შეგვწევდა რაღაც საკუთარი ნაბიჯების გადადგმის უნარი, ფინანსურიც მათ შორის და იდეოლოგიურადაც უკვე მეტნაკლებად ჩამოვყალიბდით. ქალაქ ბათუმში შევქმნით დაფიონი. თვითონ დაფიონი სიტყვა ნიშნავს დაის და ის მნიშვნელობა აქვს, რომ სამწუხაროდ დღევანდელ რეალობას ჩვენ აღვიქვამთ როგორც ბნელს, ცოტა უსკრულისკენ მიმავალს, მაგრამ ლოგო დაფიონის არის არწივი და უკან ბორჯღალოთი. ბორჯღალო როგორც მზის სიმბოლო და ანუ არწივი რაღაც ძალა, რომელიც ამ ბორჯღალოს, ანუ ამ მზეს ადრე თუ გვიან ამოიყვანს. ყველანაირად ვცდილობთ, რომ ამ წვრიადიდან ადრე თუ გვიან გამოვიდეთ რა და ჩვენი ასეთ აი ახალგაზრდობა იქნება ის პირველი ნაბიჯი, რომელიც რაღაც მნიშვნელოვან ცვლილებებს მოიტანს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ რაც უფრო ძლიერი იქნება ეროვნული ახალგაზრდობა, მით უფრო ბევრი პრობლემის გადაჭრას მოახერხებთ და ადრე თუ გვიან ქვეყანაში დადგება ის პირობები, რომ ჩვენ შევძლებთ ვიამაყოთ დღევანდელობით და არა მარტო წარსულით. შემდგომ უკვე, როდესაც საშუალება მოგვეცა, მაშინვე გამოვიყენეთ თუნდაც აქციებზე მონაწილეობის მიღება, საკუთარი პროტესტის გამოხატვის ნიშნით, საკუთარი აქციის მოწყობა და ასე შემდეგ. ჩვენი ქმედებებიდან პირველი რაც ყველაზე მეტად გახმაურდა იყო ჩაქვში რუსული დროშის ჩამოხსნა, გარკვეული ხანი ეკიდა ამ ადამიანს თავისი სახლის სახურავზე. ადამიანი კონტაქტზე არ გამოდიოდა, ანუ არავითარ საშუალებას არ გვიტოვებდა, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად ჰუმანურად მოგვეგვარებინა ეს პრობლემა. და რადგან სხვაგვარად ვერ გავედით, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, მივიღეთ და მივიღე გადაწყვეტილება, რომ სჯობდა ერთ დროშა ჩამოგვეხსნა.
სამხედრო ფორმაში ვიყავი, მაშინ გადაწყვეტილ ნიღაბიც მეკეთა, იმიტომ რომ არც ისე შეიძლება სწორი იყოს იურიდიული თვალსაზრისით სხვის საკუთრებაში შესვლა და დროშის მოხსნა, მაგრამ სამწუხაროდ სხვაგვარად მაგ პიროვნებასთან ვერ გავედით და მოგვიწია რა, ასე რომ ვთქვათ, ამ ზომის და ხერხის გამოყენება. ანუ ბრძოლას ყოველთვის აქვს შედეგი. ანუ ხშირად მსმენია რომ მაინც არაფერი არ შეიძლება, მაინც არაფერი არ გამოვა. არა, პირიქით დღევანდელი საზოგადოება სამწუხაროდ უფროსებიც და ახალგაზრდებიც რატომღაც განიხილავენ რომ ეს პოლიტიკა ბინძური არ უნდა ჩაერიო, არ უნდა განიხილოს. სამწუხაროდ ჩემი აზრით ზუსტად პოლიტიკაში ჩაურევლობამ და საზოგადოების პოლიტიკით დაუინტერესებლობამ გამოიწვია ის რომ დღევანდელი ქართული საზოგადოება ვერ მართავს დამოუკიდებლად მის პოლიტიკას. ამიტომ საჭიროა რომ ახალგაზრდობამ გადადგას პირველი ნაბიჯი, თუ ამას წინა თაობა ვეღარ ახერხებს, ეს უნდა დაიწყოს ახალგაზრდა თაობამ და ყველა ნაბიჯი, თუნდაც იდეოლოგიური, თუნდაც ფიზიკური, ეს არის ბრძოლა, რაც ნებისმიერ შემთხვევაში გამოიღებს შედეგს. ამიტომ ყველამ უნდა მიიღოს წვლილი უკეთესი მომავლის შენებაში. ზოგადად ჩვენთვის ახალგაზრდებისთვის გამარჯვების ფორმულა არის მხოლოდ და მხოლოდ განათლება, რადგან მხოლოდ განათლებულ ადამიანს აქვს ის საკმარისი სულისკვეთება, ის საკმარისი ცოდნა, რომ მან შეძლოს და მიაღწიოს მიზანს. ამით იბზვი, თუმცა ეს რატომღაც გაჩნდა ეს ზვიად ცეცხლაზე თბილისი პარლამენტთან აქციაზე და აქ როგორ დაიწყო და რანაირად შეერთდა ან ცალკე თემა, ანუ თავისი საქმის ასრულებ თუ შეუერთდა იმ აქციების ვისაც მონაწილეობენ. ანუ გვერდში დგომა, ასე ვთქვათ. ნუ ეგ არ ვიცი, მაგრამ თუმცა ზვიად ცეცხლაზე რუსულის თემაზე იბზვის, როგორც უწოდა იმაში რა ქვია. აი მაგალითად არარუსული კანონი რა, ალბათ ორი და მოესმა და რატომ ხარ ჩაირბინა თუ არა თბილისი პარლამენტთან, არ ვიცი. მაგრამ ცხადია რომ ზვიად ცეცხლაზე რატომღაც იქ მოხდა თბილისი პარლამენტთან აქციაზე და რატომღაც რუსული ბრძოლაში იბზვის რა და ამას გაუვარდეს საქმეს მე მგონია. ან შეიძლება არ ვიცი, ეხლა მართლა ზვიადი ცეცხლაძე რაღაცა რთული საქმე აქვს და რეალურად რა უნდა და რა სტილობს, რას გააკეთებდა მის მომავალი თითქოს აქვს ყველაფერი გეგმის მიხედვით და აქვს უპირატესობა, იცის რა უნდა გააკეთოს, რა უნდა შესრულდეს ამ ბრძოლაში და რაღაც. ნუ რა ვიცი, აბა. მაგრამ მე მოდი ბევრი რომ ავთქვა, ეს ზვიად ცეცხლაძე მართლა ძალიან რთული სირთულეები აქვს და შეიძლება ესეთი რამეზე ტვირთი მესმის რომ გაბრაზებულია ამ რუსებზე გამო და იბზვის რა თქმა უნდა, როგორც ქართველი ხალხის რეაქცია რომ რუსეთის ოკუპაცია და არ მოგწონდა რა. ისე როგორც მეს პატარა რო ვიყავი გაბრაზებული, უბრალოდ ვერაფერს ვერ ხდებოდა. ძალიან უძლური ვიყავი, მაგრამ მახსოვს რომ 2008 წლის ომი რომ მოხდა, მაგრამ იმის მიუხედავად რეალობაში 2008 წლის ომი ვინ დაიწყო და რანაირად დაიწყო, ეს საერთო უნდა დაამტკიცო მინა სინამდვილეში დამნაშავე და ეს როგორმე აღწეროს ამ
მთავრობა რომ ვინა სინამდვილეში დამნაშავე და ეს უნდა გამომშრალდეს და აბა რამდენი წელია გავიდა და ჯერ კიდევ საქართველოში ოკუპანტია და მართლა ძალიან ცუდია. მაგრამ ძვიად ცეცხლაძე ძალიან რთულ საქმეს ასრულებს და არ გიჩევს ეგეთი რაღაცა, იმიტომ რომ ჯერ პატარა ოპერატორობა გაქვს, ვიცი რომ ხარ გაბრაზებული, მაგრამ ჯერ არ ხარ იმითი მზადე, იმიტომ რომ ძალიან დიდ სირთულებს უქმნის რუსეთი და მერე აი უკუჩვენება დაიწყო და რაღაცნაირი ხო მივხვდი როგორი რაღაცა არის, მაგრამ ჯერ იმაზე უნდა გავიგოთ იმას რომ 2008 წლის ვინ დაიწყო ომი ყველაზე პირველი მომენტიდან აი პირველი კვალი რა მოხდა ამ ეტაპზე რა გააკეთე ვის შემოვიდა ან რა შემოვიდა ან რა ქნეს მე ხო არაფერი ვიცი არავის ისეთი ყველაფერის ჩხუბზე მიდის და ეხლა წარმოიდგინე აი როგორ აიცი ქართული ხალხის პირიდას რო ლაპარაკობ აი რუსეთმა დაიწყო რუსიო და კი მაგრამ თქვენ რა იცი და ან თუნდაც მე რა ვიცით იქ რა მოხდა 2008 წლის როდესაც ეს მოხდა ყველაფერი მაგრამ ადამიანმა საკუთარი თვალით ვის ნახა როგორ დაიწყო ეს ყველაფერი ომი რა გააკეთე ან რაღაცა უნდა დამტკიცდეს აი როგორ საბუთი რა მაგრამ ისეთი დამახინჯებული და ყველაფერი უკუჩვენება მიდის და ჯერეთი ჭეშმარიტი ვერ დაუდგენია ვინაა დამნაშავე რუსეთი თუ საქართველო მაგრამ საქართველო კი არა პირდაპირ პრეზიდენტის დამნაშავე ვიდრე მოქალაქეობრივი თუნდაც შეიძლება ეგეს აი როგორ აიცი დავალებების შესრულება ვისაც საფრთხეს შეუქმნას აი მაგალითად ბრძანება რომ მიდი იბრძოლე იმ ქვეყანასო და მე დააბრალოთ იმანა ხომ ხდები რაღაცა მოკლედ ბევრი რომ თქვა მართლა ძვიად ცეცხლაძეს რთული აქვს და არ ვიცი მის მომავალი რა სიზამრა მაგრამ მე არ უჩევდი და მე რანაირად მაის მართლა საწყენია ცოტა ისეთი თემა რომ როგორღაც ყური და აი ვინმე ხომ უნდა გააგებინოთ რომ აი შვილო ეს არასტორია ეს არ უნდა გააკეთო გვეს აი მესმისო რომ ხარ გაბრაზებული მესმის რომ არ მოგწონს ეს სიმბოლიკა რომ არ გინდა საქართველოში რომ კეთდებოდა მოდი რა იცი რა არის მისახედი გვაქვს ჩვენ საქართველოს და საერთოდ პირველ რიგში იმას მისახედი გვაქვს რომ ვინ არის რეალური დამნაშავე რა და საერთოდ იმ დამნაშავე უნდა გაიწმინდოს ყოველ შემთხვევაში და რუსებს აი როგორ ვთქვა იცი ყველა რუსეთის მოქალაქეები ცუდი ადამიანები არ არიან გააჩინა ვინ არის ნამდვილი მტერი როგორც პუტინი და მის ზურგის უკავი მტერი ანუ საერთოდ რეალური მართლა მისაც მტერია და სხვა რუსი მტერი არ არის და ის ხო ადამიანის არის რა მით უმეტეს მარტო რუსეთი კი არა მთელი მსოფლიოში ხდება ვიღაც ადამიანი მტერი ვის მართლა მტერია რა და ვინც არა არის მტერი და როგორ შეიძლება რომ გეზიზღებოდე მთელი ქვეყნის რუსეთი გეზიზღებოდეს შეიძლება ეგეთი რამე და უნდა მიხვდეთ და ცოტა აზროვნების საჭიროა და ერთადერთი უნდა იცოდეთ ვინაა ნამდვილი მტერი და თუ მართლა იგი დამნაშავეა მასი ჩადენილია 2008 წლის ომი და რაღაცა რა თქმა უნდა მტკიცებულებად უნდა დაუმტკიცო რომ მართლა იგი მისი დამნაშავე იყოს მაგრამ დღემდე რამდენი წელია 2025 წელია გავიდა და ჯერ კიდე საქართველოში არის ოკუპანტი ჯერ არავინ არ დაუმტკიცებია ვინ არის დამნაშავე და
მართლა გაუგებარი რა თუნდა ამ ხელა შრომი და ფიქრი და რაღაცა ჯერეთი აი განა ღმერთმა არ გაგაგებინებს ვინ არის დამნაშავე? ეხლა ღმერთს აუცილებლად გვეტყვის და მით უმეტეს ღმერთს მეტყვის ვინა რეალური დამნაშავე და ერთადერთი ღმერთი ის მოგვანიჭებს ჭეშმარიტებას რომ ვიცოდე ვინ არის დამნაშავე და აბა იქიდა თვალიდან ხო დავინახო და აი როგორც უხილავი ხილული და ღმერთი მოგვანიჭებს ჭეშმარიტებას იქ რასაც ხდებოდა ჩვენ ქვეყანაში რა ვინა დამნაშავე ვინა მტერი და რაღაცა ასე შემდეგ მაგრამ დამწმუნებული ვარ ეს მალე დრო დადგება და აღდგება საქართველოს მთლიანი მიწა არავითარი ოკუპანტი მთლიანი იქნება აღდგენილი საქართველოს არავითარი ოკუპანტი და ეს მალე დადგება ეს მინდა რომ თქვა და აი ეს მეორე ხო ვილაპარაკეთ ეხლა მესამეს გავიხსენო და მესამეზე მინდა გითხრათ აქციების შეკრებილი იმაზე ყურადღება გავამახვილეთ რომ ჯერ არჩევნების გაყალბებაზე ილაპარაკეს მერე უნივერსიტეტის ილაპარაკეს და არჩევნების თემაზე აღარ ლაპარაკობ უბრალოდ აი როგორი მომენტია იცი არჩევნების გაყალბების ამ სიტყვაზე აღარ ლაპარაკობენ უბრალოდ ჯიბეში ჩაიდო და სხვა თემაზე ტრიალებს რაღაცა სიტყვების გამოხატვა როგორც უნივერსიტეტი თუნდაც არარუსული კანონი თუნდაც რაღაც სხვადასხვა ხმარობს რაღაცა თემატიკური მაგრამ არჩევნების გაყალბებული არჩევნები ამ შინაარსის სიტყვა ჯერ კიდევ ჯიბეშია შენახული რატომ ხას მგონია რომ იმ აქციის შემქმნელებმა ვის გამოიყვანა ხალხი და ვის ხმამაღლად ლაპარაკობდა თითქოს ხალხი მოწყინდებოდა ეს სიტყვა გაყალბების არჩევნებიო ამ სიტყვა ფრაზა მოწყინდებოდა ხალხიო და ვეღარ იაქტიურებენო ამიტომ ჯობია ეს სიტყვები ჯიბეში შევინახო და სხვა რამეზე გამოვხატო ისე რომ გაქტიურდეს აქციის შეკრება რა აი ამას ვგრძნობთ რაღაცნაირად და რას გაყალბების არჩევნების ამ სიტყვა ფრაზა ძალიან აჟღერებდა მე უკვე ჯიბეში ინახავ და რაღაც სხვა თემატიკას ტრიალებს აქციები რაღაცა მაგალითად არარუსული კანონი უნივერსიტეტზე რა ვიცი კიდე რა იქნება ნეტავი აბა რა ვიცი ეხლა რამე არ გამომჩა ისეთი რაღაცა შეიძლება კიდე დამატებითით აი მაგალითად შეიძლება ითქვას ზალადობა არა ზალადობაო ან რაღაცა ისეთი წამოთქმა მაგრამ ეხლა იცი რას ყურადღება გავამახვილე როდესაც ისეთი დრო დადგებოდა რაიმე შეტევების მომენტში აი მაშინვე ჯიბიდან ამოიღებ და იტყვის გაყალბებული არჩევნებიო მაგრამ ჯერ არაფერს არ იტყვი და ჯიბეში ინახავ და რაიმე სხვა თემატიკა გამოხატო და რაღაცა იაქტიურონ ხალხი ამას ჭირდებოდა აქტიურობას რომ ხალხი არ მოწყინდებოდა რომ დაიშალო და ცოტა რაღაცა აქტიურად ეკაჩება და სასაცილოა რა როგორც არჩევნების სიმბოლიკა ის არის წერეზე რაღაცა ეს ვაფშე მოჩა დამთავრდა გასასურველია უბრალოდ სხვანაირი გამოხატვა იწყება ოღონ იმას არ ნიშნავს რომ მოჩენილია ეს ამბავი უბრალოდ ჯიბიდან ინახავ როცა უნდა მაშინ ხმამაღლა იტყვის და რო აი არჩევნები გაყალბებაო და რაღაცა მოკლედ სიგიჟია რა ეხლა მე მგონი დავასრულო ეს თემა